დაბრუნდით ეთერში გადაცემა 4 ელემენტი გვაქვს ვინც ვიყურებთ ძალიან დიდი მადლობა ვინც აგვიყურებენ გადაეცით რომ ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ მაგალითისთვის ამ გადაცემის ამ ნაწილის თემასაც გეტყვით ეს არის საცობები ქალაქში საცობები მოძრაობა ვინც საჭესთანაა მე მგონი ყველასთვის ძალიან გულთან ახლოს მისატანია ეს თემა და ეს პრობლემა მე გეტყვით მეცაც გეტყვით მე და გიორგი მოტოციკლეთის საჭესთან ვართ ეს სული კოშმარი არის არა მოტოციკლეთი რომ ხარ არ არსებობს ისეთ რაღაცებს გიკეთებენ ერთი ორჯერ მანქანას გადავაფრინდი რა მოსაყოლი იყო ჩვენთვის შედარებით მარტივია საცობში გავლა იმიტომ რომ მოტოციკლეტოფობია ხო აბსოლუტურია გადავა მაგრამ თუ დიდი მანქანა ხარ შენ არა უფრო ინტენსიური მოძრაობა ინტენსიური აი დავიწყოთ არის ქალაქში რა წაგვედგინე მაგრამ რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა არ არის არის ადგილები სადაც არის ინტენსიური მოძრაობა ეს იმიტომ რომ დავიწყოთ თავიდან მოდი წარგავთ შუმრებს და დავიწყოთ მე საუბარი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე. ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საგზაო მოძრაობის ორგანიზების განყოფილების უფროსი დემურ კვირიკაშვილი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე. აი ჩვენი სტუმრები ძალიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან ყველაფერს რაც გვაინტერესებს. ქალაქში დაახლოებით მოძრაობს 453,000 მანქანა რეგისტრირებული ქალაქ თბილისში. არის რამდენი კილომეტრი? 413,000 მილიონამდე. ამას კიდე დამატებული რეგიონებიდან შემოსული ავტომანქანები, ამიტომ არის ადგილები, სადაც აი ამ ხელა ნაკადს ვერ ატარებს ქუჩები, არის საპრობლემო ადგილები, მაგრამ ჩვენ დილიდანვე დაახლოებით სადღაც 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე ვართ მობილიზებული, კოორდინირებულად ყველგან გვეყენია ეკიპაჟები რომლებიც ეხმარებიან ნაკადს, რომ უფრო ადვილი იყოს ხალხისთვის მოძრაობა. მოძრაობას ვაწესრიგებენ ხოლმე. პატრული ნამდვილად ეხმარება, ხა მე პეკინზე ვცხოვრობ, თან შუა პეკინზე. ჩემთვის სახლიდან გამოსვლა, სახლში შესვლა, აი არიცით რა პრობლემა, მაგრამ პატრული რო ეხმარება, თავისთავად გასაგებია, მაგრამ მე მინდა თქვენთან გადმოვიდე კითხვით. ქალაქში მოძრაობის ორგანიზაცია ხო შეიძლება რომ მეცნიერული დონეზე გადაწყდეს შესწავლილი იქნას აი ეს პრობლემული მონაკვეთები, შუქნიშნების მუშაობა, გადავიდეთ რაღაც თემის მსოფლიო ხა მე რომ ნახე გერმანიაში მეცნიერებაც კი არსებობს ავტომატიზირებული და კომპიუტერიზირებული რო არის ავტობანები და ნაკადების მიხედვით რო იცვლება რაღაცები მაგას ვერ იცით საქართველოს თბილისში მოგახსენებთ ავტომატიზაციას ყოველთვის ჩამოშორდა გზის მშენებლობა პირველი ავტომობილი ვიცით მე-19 საუკუნის ბოლოს 1890 წელს იგან გამოგონილი და პირველი ავტომაგისტრალი აშენდა 25 წლის დაგვიანებით 1910 წელს ეს ჩამოშენა ყოველთვის იზრდება გაზელმა სატრანსპორტო ნაკადები აღარ ყოფილებს ის საგზაო ქსელი რაც დღეს არსებობს თქვენ ბრძანებთ შესწავლა საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის კუთხით ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით მოძრაობას და აქედან გამომდინარე ეს სამუშაოები რაც ტარდება დედაქალაქში მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 32 გზაჯვარედის შეიცვალა საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია გაკეთა უსაფრთხოების კუნძულები დაწესდა წრიული მოძრაობები ასევე დიდ ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც პრობლემური საკითხია ახალი გზების და ქუჩების გავარდნა მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ ხედავთ რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არ შედა ესტაკადები გაკეთა ახალი მაგისტრალი ვერცხაობაში გაკეთა ესევე დანი მუხიანის დამოკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალი და ასე შემდეგ ეს ყოველდღიური საქმიანობა ჩვენი კუთხით ასევე უკვე დაგვიანებით მაგრამ მაინც თბილისში ამუშავდა ავტომატიზირებული მართვის სისტემა რაც ნიშნავს რომ შუქნიშნის ობიექტები ჩართულია ამ სისტემაში თუ აქამდე შუქნიშნები მუშაობდა ხის რეჟიმში ეს ნიშნავდა იმას რომ მაგალითად მიდის შუქნიშნაზე ათია წითელი შუქი მოემხრიდან ავტომანქანა არის ამიტომ ვალდებული იყავი მაინც უნდა ყოფილიყო რაღაც დროის მონაკვეთის განმავლობაში უნდა ედგე ახლა ავტომატურად თვითონ შუქნიშანი გადათიშავს და გაატარებს იმას საიდანაც იმოძრაებს მეტის სატრანსპორტო ნაკადი მაგრამ აქ კიდევ მეორე საკითხია ზღოლის კულტურა ძალიან მოიკოჭლებს ჩვენ მინიმუმია მოიკოჭლებს არ ქვია მაგას საერთოდ არ არის მეც ასე ვფიქრობ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა მე თუ მკითხოთ მე ძალიან შორსა ვარ იმისათვის რომ ყველა მიცოდეს ზედმიწევნად მოძრაობის წესები მაგრამ ის რომ წითელი შუქზე არ უნდა გაყვიდე
ბავშვის ბაღის ბავშვებს კი იცის. მაგრამ დავდგეთ განსაკუთრებით ალაპიკის საათებში ჩვენ შუქნიშნებზე და რამდენი ავტომანქანა გაივლის ჩაგივლის გვერდზე ისე ვითომ არ შეხედავ შუქნიშნას და დატოვებს ამ გზაჯვარედის. ასევე ჩვენ ადამიანები კულტურული ადამიანები ვართ. ხანი რო გახდას ვინმე 1000-ჯერ მოდის მოიხდის, მაგრამ თუ ვინმე დაგეჯახა ას გააჩნდეს ავტომანქანას ისე მიატოვებსა და არა ეგ ერთი პრობლემაა, მაგრამ მე ხა ევროპაში ყველა ვარ განყოფილი და ტექნოლოგიების პრობლემაც ტექნოლოგიების გარდა ამისა ხიდის ქვეშ, აი ხიდები როა გადასასვლელი, ხალი როგორ გადადიოდა ორი ბავშვით წერეთელზე, სადაც ძალიან დიდი მოძრაობა. კიდე ხალი და ორი უნდა გადასულიყო რა, ნუ ვიცით სხვა რაღაცის თამიდობა. აი ბატონო შალო თქვენთან უფრო არის ეს კითხვა ალბათ რომ ბევრ ქვეყანაში ევროპაში ამდენ ჯიპს ვერცად ვერ ნახავთ დარწმუნებული აი ამ ხელა მანქანებს ხო აი რომელიც თორქო ტანკები დადიან. მე როგორც ვიცი რაღაც რეგულაციები არსებობს რომ უფრო ძვირ სიხდი რაც უფრო მეტი კუბამეტრი ანუ მთელი და რეგულაციები ეს არის საქართველოში არ არსებობს ხო ესეთი რაღაც. პირველ რიგში მივესალმები თქვენი არაჩვეულებრივი გადაცემის მაყურებელს და სანამ დავიწყებ თქვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემას მე მინდა რომ საავტომობილო ფედერაცია ატარებს აქციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსის ამაღლებისაკენ და მე სარგებლობ შემთხვევით მადლობას უხდი იმ ქვედანაყოფს რომელსაც ბატონი ლაშა ჯოხაძე წარმოადგენს მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ჩვენ ამ პატარა აქციების მწირი შესაძლებლობების ჩვენი გამომდინარე აქციების ჩატარება და მე მინდა სიამოვნებით გადმოგცეთ აი ეს პატარა ახლავე აგიხსნით ეს თქვენ ეს არის ესე იგი დავიწყებთ იქიდან ამ ძღოლის კულტურაზე საუბრობდი და ჩვენ არც კი არცერთ სკოლაში არ ასწავლიან უბრალოდ ავტოსკოლა აღარ არსებობს ავტოსკოლა ნიველირებულია საქართველოში სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ძირითადი უნარჩვევები უსაფრთხო ტარების და ჩვენ მივედით ისეთ დონემდე როდესაც ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის სახიფათო საქმიანობა როგორიც არის ავტომობილის მართვა 21 საუკუნეში დავიდა იმ დონეზე რომ უკვე ქაღალდზე დაწერა ცეზარება და უბრალოდ საღებავით არის კედლებზე წაწერა ავტოსკოლა სახლში მისვლით ვერავითარ შემთხვევაში ავტოსკოლა სახლში მისვლით ვერ იქნება ისევე როგორც ქირურგიას ვერ ასწავლიან სახლში მისვლით ისევე როგორც სტომატოლოგიას ანუ მე დავიწყე ძირითადად იმ პრობლემით რაც თავი და თავი ანუ განათლების ამ სეგმენტში განათლების ძალიან დაბალი დონე. აი ამ ნაწილს შეეხება უსაფრთხო მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეკოდრაივინგი, ანუ ეკონომიურად, ეკოლოგიურად სიარული ქვია და ჩვენ ხშირად საბურავის მოვლას გულწრფელი დავიდოთ. რამდენ ხანში ერთხელ ამოწმებთ ხოლმე საბურავს? ორთვეში. ხო, ესე იგი, ну მაქსიმუმ ფეხსაცმლის ჭვენტი თუ წავარტყით საბურავს, ამით არ მოიწურება. აი ეს არის სამახსოვრო, ესეთი საკიდი, ეგრეთ წოდებული ბრელოკი რომლითაც თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ პროტექტორის სიღრმე თუ გვახსოვს მოტოციკლისტვის რამდენია? 1 და თუ 0 და 8 არის. 1 და 6 არის მსუბუქი ავტომობილი. ხო, სწორია, ხო და ესე იგი ამით აი ამ წერაგზე ჩვენ ზომავთ და ამით ჩვენ ზომავთ წნევას. აი ამით წნევას და გვაჩვენებს აი ამ ადგილზე წნევას. ამით წნევას რომელიც ზომავთ? აი ამით ჩვეულებრივ. საცობელ მანომეტრი ანუ ამითი საცობს ვერ არის მანომეტრი. ესე იგი წნევის დაცემა 0.2%-ითაც მეათედითაც კი ხო თუ საშუალო წელიწადში 10-15,000 გადიხარ დაახლოებით 800-დან 1200 ლარამდე საწვავის გადახარჯვას გაძლევთ. ანუ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანუ დაშვებული საბურავით სიარული. რაც შეეხება საწვავებს, ხო ეს საწვავი ეს არის ერთგვარი სარკენტელი მოუწესრიგე ფოკუსში თავმოყრილი და მხოლოდ თქვათ ძღოლის კულტურაზე თქვათ მხოლოდ შუქნიშანზე დაყვანა ხო შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს სისტემა არის შეკრული სისტემა ადამიანი, ძღოლი, ადამიანი, ავტომობილი, გარემო. აი, აქედან ერთ-ერთი კომპონენტის, თქვათ, რაღაცა პატარა ხარვეზის წარმოშობისაც კი ეს სისტემა ირღვევა და ეს იმ წუთში მისი გამოვლინება არის საცობი. პირველი დავიწყებ იმით, რომ მე არ მინდა ვერ დავეთანხმები ბატონ დემურს იმ თვალსაზრისით, რომ გზები უსწრებ ჩამორჩებოდა. ცით რა, როდესაც გენგეგმართ ხშირად ყურს ჭრის კიდევაც ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან ბევრჯერ უნდა მოჭროს ყური, იმიტომ რომ როდესაც ქალაქი გეგმარდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 45 ზომა ფეხი თუ გაქვს 36 ზომა ფეხსაცმელს ვერ ჩაიცნო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპორტის სასახლესთან 20,000 ადამიანიანი დასახლების გაკეთება, როცა იქ გზა არ არის. როდესაც იქ არ არის სკოლა, არ არის საბავშვო ბაღი, არ არის პოლიციის უბანი და მე ჩვენ შედეგებს ვიმკით, მაგრამ ამ შემიძლია გითხრათ
არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც ეს გენგეგმა არსებობდა, როგორ დაგეგმარდა მაგალითად ლენინის რაიონი რო გაიყო, გდანის რაიონი, თემკა, საქარხნო რაიონი, ამჟამინდელი თქვათ სამგორი, ეს იყო ვარკეთილის, ვაზისუმის და ერთ ამერიკულ სტილში დაგეგმარდა დიდი დიღობა. თქვენ თუ დააკვირდებით, გზები არის ესე არაჩვეულებრივად დაგეგმარებული. ანუ თუ ეს დაგეგმარება გაუსწრებს, ხომ? აუცილებლად სხვათა შორის ამ მაშინდელმა გეგმამ დროს გაუსწრო. სამწუხაროდ ჩვენ დედაქალაქი დღეს ვითარდება გენგეგმის გარეშე და მთელი დატვირთვა მოდის უკვე საპატრულო პოლიციაზე, იმიტომ რომ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მოვალეობა არის რეგულირება მოძრაობის აი ცხელი წერტილები, სადაც შეფერხდება, სადაც ზაბრი გაჩნდება, სადაც აი მაგალითისთვის ავიღოთ. ძალიან ბევრი ტრაბახი გვესმოდა ჩვენო აი არაჩვეულებრივი მეგა პროექტი განხორციელდა თქვათ გმირთა მოედანზე, ხო, მის ნიჟარა, რომელსაც უცხოელი იქ ვერ გაივლის და მეწმუნეთ, ნამდვილად იქ საერთოდ ვეღარ გამოდიან საერთოდ. თავიდან რა გაიხსნა, მე ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ აქ 80 მილიონზე მეტი ხარჯი წავიდა და მოედნის დანიშნულება და კვანძის დანიშნულება არის ის, რომ ესეთი უწყვეტი მოძრაობის, ასე ვთქვათ, ნაკადს შემდგომ რაღაც ბუფერული ზონა შეუქმნას, რომ გაიშალოს, აქ პირიქით დახვდა ფაქტიურად ძაბრი და კუდი საცობის ამოსული არის პოლიციის შენობამდე ხილიანის ქუჩის გადმოვიდა. აღარაფერს ვამბობ იმ არქიტექტურულ დარღვევაზე, რასაც აი სხვა ქვეყნებში ხო მდინარე არ აქვს და ხელოვნურ მდინარეებს აქ ჩვენ დინარე ვერ ექონდა და ეს მოვაქციეთ იმის ქვეშ. ეს იყო აი სარკე როგორ არ უნდა დაგეგმარდეს, არ უნდა გაკეთდეს და ფაქტია რომ მივიღეთ რა რომ ახლა საპატრულო პოლიციას უწევს გზების გადაკეთვა. არ არის დათვლილი ინტენსივობა მაგალითად დიღომში დიღმისკენ მიმავალი მარცხნივ ლაგუნა ვერასთან ორი პანდუსზე ორი ნაკადი როადის ან თქვათ თამარ მეფის ქუჩიდან ყოფილი ჩელუსკინელების ქუჩიდან რომელიც გადადის ვაკის პარკში ერთი მანქანისთვის განიერია ორი მანქანისთვის ვიწროა იქაც ზაბრი დახვდა. ამიტომ ძალიან ბევრი ესეთი დეტალებია რომელიც ვერ არის დასამუშავებელი ხელახალ გააზრებას მოითხოვს და აი ახლა როდესაც ბევრი საუბარი არის შემოვლითი რკინიგზის გადატანაზე და აქვე დავძენოთ ამ რკინიგზის გადატანას ალტერნატივა მართლა არა, თუმცა კორექტივი ჭირდება იქ სხვა პრობლემებია. ეგებ ახლა მაინც და მე მიმაჩნია რომ ახლა გადაჭედილია მედია საარჩევნო კამპანიებით და დაპირებებით და მე მიმაჩნია რომ ახალი საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ თითეული ჩვენთაგანის დონეზე, ეს საერთო კონსენსუსის დონეზე დედაქალაქის განვითარების გენგეგმის და სატრანსპორტო კვანძების დამუშავების, ისეთ რა არის თბილისის მერიამ უნდა მიხედოს ამ საქმეს და არა თქვათ მაპი, ნატო და ასე შემდეგ. დედაქალაქი ეს არის ქუჩა, ეს არის წყელი გადახურვა, ეს არის კანალიზაცია, ეს არის გზა, საცობი, ეს არის საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ. ასე რომ ყველაზე პრობლემური ადგილები რომელია თბილისში, სადაც მუდმივად არის პრობლემა გმირთა მოედანი, სანაპირო ლაგუნის კვეთა. იმან ვერ უშველა გმირთა მოედანს, ხო? ამას ხომ ვერ. ძალიან დიდი პრობლემები შექმნა. და ყველაზე დიდი პრობლემა კიდე ბატონო გოდიში პუშკინის ქუჩის დაწესება. პუშკინის ქუჩის დაკეთება სამხრივად არის მარტო ამოსული ჩამსვლელი არ არის რუსთავაზე წამოსული ნაკადი მოდის თავისუფლების მოედანზე ლესლიძიდან ამოსვლელი დადიაიდან ამოსვლელი და ყველა იყრის რუსთავაზე თავს გასასვლელი ფაქტურად არ არის პატრული კეტავს რაღაც მონაკვეთებს და ეს აუცილებელია ასე არ ხდება რომ ახ პატრული სადღაც მივიდა გააჩერა ეკიპაჟი დადგა და დაკეტა ეს კომპლექსურად ხდება ქალაქში თავიდან ბოლომდე როგორ უნდა გაჩერდეს კოორდინაცია არის ერთმანეთში სად უნდა გაიხსნას სად უნდა დაიკეტოს სად არის უფრო დიდი ინტენსივობა ნაკადის რა თქმა უნდა სადაც დიდია ნაკადი იმას ვაზრობ პრიორიტეტს პატრულაშა შევეშველები ესე იგი პატრული რო არ იდგეს მაგალითად გაგარინის ქუჩისა და არქივი ვაჟა-ფშაველას კვეთაზე ესე იგი ფაქტია რომ ამ პატარა ინფრასტრუქტურულმა თქვა გაუმჯობესებამ რომელიც გარკვეულ ამ ასე თქვა რიგების მენეჯმენტს ითვალისწინებდა ვერ გაამართლა იმიტომ რომ მაინც გვიწევს ამ ნაკადის მერე პატრულს უწევს უნდა აუქციოს რეგულირება და მერე იქ უნდა ჩაუხვიოს პავლოზე მერე შესახტა უნდა გამოვიდეს გავიგე მაგრამ ეს ბრძოლები რატო დადიან აი ესე ნელა აი ეს მივედი ეს ამიხსნას ვინმე ბატონო და მეორეს გეტყვით რა ბოდიში მომთხოვე და წინა მთავრობის დროს პატრული იყო გაცილებით უფრო კაცი. მე მივესალმები რომ ისახართ რა ქვია გაცილებით უფრო რბილები. მე ერთხელ გავბედე რაც საერთოდ არ მწევია რა. სიმკაცრე? სიმკაცრე აი გეტყვით რაც ჩვენ გახსოვთ დანიურ სახთან რო აი ესე და
გადმოვედი აქეთ, მივედი შუქნიშანთან, აი პატრულმა გამაჩერა და სანამ მთელი ნაკადი არ გავიდა, მე აღარ გამიშვა. ანუ ეს ჩემი სითავხედე დაუზელად არ დარჩა. და დღეს გახსოვთ აი საბურთალოს ქუჩიდან რომ გადაკვეთავენ პეკინს და ეგრეთ წოდებული რომ გაყვება ეს ყუდები და აი ეგ უნდა დავსაგოთ კი არა თუ პატრული მოусმინოთ ვაფოს ქალაქში ახლა პატრული ყველაფერს ვერ დაინახავს რა თქმა უნდა თუ პატრული დაინახავს რომ ძღოლი არ ღვევს წესრიგს მაგრამ მაგით დაკალია პატრულს იმიტომ რომ უნდა დაარეგულიროს ის ხო გაძვარები ჯიპებზე მოდი ცოტა სუბუქ ხა ძალიან არ გული მანქანამიდან ხალხი დავეჯახო ხოლმე ვის ახლა გვისმენს რადიოში ის სადაც დავზაფხო და აი ჯიპებზე ახლა ნუ ცოტა ის მინდა შემოვიტანო იუმორის და ნუ ესე იგი როგორც ყველა გარკვეულ ფიზიკურ სიდიდეს ინერცია მენტალიტეტსაც გასცემ ჩვენ ყოველთვის ვიყავით შავი ვოლგის ქვეყანა ანუ ვოლგა როგორც ასეთი ტრანსპორტი ხო ღმერთს არ უქნია არ ამუხრუჭებს არ უხვევს ნუ საშინელება ნუ ის იყო ნუ საბჭო მოსიარულე საბჭოთა კავშირი იყო ეს არ ხო რაღაც ხო და უყაფარდებით უკონა მითუმეტ ხო მაგრამ ეხლა აღარ არის ეს შავი ვოლგა მაგრამ ეს შავი ვოლგა ხო მენტალიტეტი შავი ხო აი შავი ესე კაცი ყველაფერს ესე კრედიტს აიღებს და ესე უნდა იყიდოს $15000 რაღაც ნახმარი X5 უნდა იყიდოს ჭირდება უნდა იყიდოს და მე ხო ღამე უნდა შაყენოს რა ქვია გაზი და ღამე უნდა ასე თქვათ მე ესეც გადასალახი გვაქვს ამიტომ აქ ხუმრობა მე საცობებს დიდი მანქანები ხო ახლა საერთოდ სახელმწიფო უნდა წაახალისოს ახალი ეკოლოგიურად უსაფრთხო კომპაქტური ავტომობილების ექსპორტი და მით უმეტეს რომ მომავალი უახლოესი მომავალი ხომ არის ჰიბრიდული ავტომობილების და აღარაფერს ვამბობ 15 წლის მერე ელექტრომობილი მე ხო მაგალითად ელექტრომობილით დავდივარ 5 ცალი ავტომობილი იაპონიის თავრობა მაჩუკა საქართველოს თავრობას მე ტესტირების პროგრამაში ვარ და ერთი 3 თვეა დავდივარ და გულწრფელად გეტყვით რომ აი მენტალიტეტს სulis ეს აი სხვანაირი სხვა რაღაცა არის ანუ ჩემდები ზებრაზე და ატარებ მაგას არც ადრეს არ ვაკეთებ შენ გარდა არ აღარაგებ ელექტრომობილი დავდივარ თქვენ კიდევ რაღაცა დამატება ხო რაღაც მასთან დაკავშირებით ბატონაშას მინდა უასუხო და მოხელაქებსაც რომ აი პუშკინის ქუჩაზე უკვე დამუშავებულია პროექტი ის კარიბჭე რომელიც ძველი კარიბჭე აღმოჩენილი ისიც დარჩება როგორც აი ეს და ზებოდან გადაივლის ესაკადა დაეშვება ალბათ დაიწყება აცილებით განმოხტავს აუცილებლად საჭიროა ბატონ დემურს ვინა კითხვა სახელწოდება ხო აქვს ბატონ დემურის სამსახურს ხო ესე იგი 11 სიტყვა შედის თანამშრომელი რამდენი ყავს კითხეთ რამდენი სიტყვაც არის იმენ თანამშრომელობა ეშველებოდა ანუ ხუმრობა იქეთ იყოს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აი დღეს ხომ აი მაგალითად ესეთი ტრივი ბანალური სიტუაცია ხო გაზაფხულია რაღაც შეიფოთლა ხეები და ტოტი ეფარება შუქნიშას შენ ვერ დაინახე და გაიარე წითელს მოგივა ვიდეო ჯარიმა ეხლა აღმოჩნდება რომ ეს ტოტი ეკუთვნის გამწვანების სამსახურს შუქნიშანი ეკუთვნის შპს შუქნიშანი გზა ეკუთვნის ნუ თქვა ინფრასტრუქტურა რაღაც ჯარიმა ამასთან არის გადაწყვეტილი ნუ რა ქვიან პატრული ეკუთვნის ეხლა მოგივა ვიდეო ჯარიმა ეხლა იცით არის ყველა უცხება ამბობს რომ მე არ მეხე ეს გამწვანების სამსახური გეტყვის რომ 2 წელი გადაბელვის ბიუჯეტი არ აქვს არ უდევს გეგმაში შპს შუქნიშანი გეუბნება რომ ეს შუქნიშანი გამართულად მუშაობს თუ პატრული გეუბნება რომ შენ ნამდვილად წითელი ანუ უცხებრივი მე არ ანუ ვინც აიღებს შპს მძღოლი ჯარიმდება ბოლოს ანუ არ არსებობს ახლა მე ამ ხო ესეთი შეიძლება უტრირება გავაკეთე ზედმეტად მაგრამ არ არსებობს სამსახური რომელიც თავიდან ბოლომდე აიღებს პასუხისგებლობას საცობებზე მე კიდევ ვიმეორებ არაფერ შუაში აქ პატრულის მოვალეობა რაც არის თავის შესაძლებლობის ზღვარზე ის მუშაობს მე გეუბნებით საქალაქო სამსახური აი მაგალითისათვის გულზე ხელი დავიდო და თქვა აგერ სიტი პარკმა რო დახაზა ისინი შეგითახმათ თქვენ კი აუცილებლად შეთანხმებული თქვენ არ გეკითხეთ სიტი პარკს არ შეუთანხმებია ანუ მათ აიღეს ფუნჯი აიღეს ერთი სათლი საღებავი და შემოხაზეს ეს ის რა თავის დადგილება გამოდის შეთანხმებულია საბადო პოლიციასთან ანუ ეხლა შეთანხმებული დილობის გამოსვლის ვიზა თუ მიწა სხვა თემაა მაგრამ დამუშავებული ეს არ ყოფილა სიტი პარკი ცალკე თემა ეს საერთოდ ცალკე თემაა ცალკე სატკივარია ხო და სატკივარი სიტი
დიდი ბაზა. მოევლება ისე ადგილები არის ადგილები. 43000 ადგილია. 453,000 ავტომანქანაა. გამართული ავტოსკაფი. ხომ როგორც მახსოვს სიტიმარკის პროექტში იყო ის სადგომების აშენება და ასე შემდეგ. სადგომები უბრალოდ რეკლამებში მაგას არ ზე და დავდექი. ატონდები რამე გვეშველება აი უახლოეს ხანებში განიტვირთება ოდნავ გვეშველება ეს საკანონმდებლობია ვერ ახალი კი მაინტერესებს ეს მოძრაობას თან შეეხება თან იმ პრობლემას რომელზეც საუბრობთ საცობებს პრინციპულად არ შეეხება მაგრამ მოძრაობის კულტურა შეეხება როცა ძღოლი საქართველოში აბსოლუტურად არ გძნობს პასუხისგებლობას ქვეითისადმი და არც აქვს ეს აზრი ანუ კი ბატონო ახლა საუბრობ ძღოლის პასუხისგებლობაზე იმიტომ რომ საფრთხე მოდის მანქანიდან უფრო ძღოლზე და სადაც არის ზებრა ერთი წუთი ზებრა სადაც არის დახაზული არსად არ მინახია რომ მე რომელიმე მანქანას ან შეენელებიოს ან ის კი არა არც ჩერდებიან თუ ზებრაზე ადამიანი გადადის იგივე სიჩქარით ან შემოული ან უსიგნალებენ ამისადმი რამე რეგულაცია თქვა პატრულს შეუძლია რომ განახორციელოს ან იგივე არ ვიდეო კონტროლი ჯარიმა ამაზე თუ არ იმიტომ რომ არის ვიდეო კონტროლის რა თქმა უნდა ჩვენ ვსვებულობ ზომებს ათვა და ხასიც არ არის რომ აი ყოველი მეორე არ ღვევს ყოველი მეორე კი არა ზებრას რა შეეხება 10 რა ბატონოლაშა ზებრას რა 10-დან 9 უბრალოდ ის კი არა რომ ყოველი მეორე არ ღვევს არც ჩაბურული შუშები რო აქვს ხოლმე აი ეგ მაგები შემოიგეს ისე მაგათ შევჯამეს 50 ლარი არ არის მეორე რა თქმა უნდა არა სპეცსამსახურის მანქანები ძალიან შეადარემონტირებიან ბევრი ფოტოები ინტერნეტში სად უნდა ისწავლოს ეს ახლა აი ეს კულტურა სად უნდა ჩამოვიდოს ავტოსკოლაში ეს შეიძლება გავლილიავს მაგრამ თუ ერთხელ და ორჯერ როგორ გიორგი ერთად ძალიან კარგ საქმეზე ვსაუბრობ. ერთ-ერთი ცუდად მოსიარულე მძღოლები არიან ინტერნეტში არის გვერდი სამარცხინო მძღოლები. უამრავი ფოტოებია. დარღვევები, პროცივი როგორ არის საწინააღმდეგო მიმართულებები, ხაზის გადაკეთებები. ძალიან ხშირი ისაა. ეხლა ერთ ბატონაშას კიდე ჯარიმების დაწერა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. აკვალა ჩვენ მაქსიმალურად მუშაობთ, რაც ჩვენზე ეს ჩვენი უშუალო მოვალეობაა და ვასრულებთ პირნათლად, მაგრამ ძღოლების კულტურაც ცოტა უნდა ამოვაჩინოს. ზოგჯერ არის ხოლმე აი საცობების კიდე ერთი გამოუწვევი პრობლემა რა არის? არასწორი პარკირება. ხო რა თქმა უნდა. ოღონდ თვითონ გააჩნია. კიდევ ვერ დავამატებ ის მაგალითად თუ დაკვირვები ხარ. ესე იგი თბილისში ოდნავი წამოჟინჯრო არის კატასტროფა. აი ჩერ და რატო ან იმიტომ რომ აი როდესაც რუსთავში გამოცდას ჩააბარებს ძღოლობის პრეტენდენტი და აიღებს მართვის მოწმობას ხო 100-დან 95 დამოუკიდებლად რუსთავიდან თბილისში ვერ ჩამოდის ანუ ის თამასა რაც დაწესებული აქვს ეს წინა ხელისუფლების დროს უნარჩვევების მოთხოვნის ხო ეს თამასა არის ამ სიმაღლე და ჩვენ რეალურად ხდება რეალურად სხვა სიმაღლე. ანუ პატარა კითხვა დავშოთ რო სიმაში სიარული, ღამე სიარული არ იცის არც ერთმა ჩვენმა მძღოლ არ სწავლობენ უბრალოდ ამას. წინამთავრობას ერთადერთი რაც ძალიან მოწოდა წინამთავრობის ეს იყო ღვედების შემოღება და იყო ლაპარაკი რომ მთავრობა შეიძლება ეს ღვედების ისევ აიშოს ხალხი ანუ ჩვენი ინიციატივა საავტომობილო ფედერაციის ხო და ამ რა თქმა უნდა ძალიან არა ღვედები არის პრობლემა ანუ არ ის ტენდენცია ხო არა რომ ღვედების მოხსნიდან ტენდენცია არის თუ არ არის აი მინდა ეგ მაინტერესებს ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ნასწავლები აღარდებიან საჭესთან შუქნიშნის ფერების დაცვა და ასე შემდეგ ღვედი და ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ გვესწრუნეთ და რა ვიცი ადამიანი ხალხო მარტო ამათი საქმე არ არის და ჩვენს ყველანაირად უნდა ელემენტარულად ერთმანეთი გავატაროთ და ნაკლები საცობი იქნება რა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ კულტურაზე მეტყველებს ყველაფერს ნუ სიგნალებს ერთმანეთს პატივი ერთით ძღოლებო ერთმანეთს და გავატაროთ ადამიანები გადასწრებით აი დიდი მადლობა სტუმრობისთვის